ჩვენ ჩავწერეთ ვიდეო სიკეთის კეთების შესახებ. ბევრი შეკითხვა შემოვიდა ამ თემაზე, დისკუსიაც გამოიწვია ამ თემამ და მინდა ორიოდე სიტყვა დავამატო. რა თქმა უნდა, სიკეთის კეთება არის არსობრივად ადამიანისთვის ბუნებრივი და მოთხოვნილებაც კია და აუცილებელიც არის და სიკეთის კეთება ჩვენ განვიხილეთ იმ კონტექსტში, რომ სიკეთის კეთებას გონიერება უნდა ახლდეს თან და მოგეხსენებათ არის ესეთი გამონათქვამი გული გონიერი, ზუსტად აი ამ გონიერებაზე არის საუბარი, რომ ჩვენ არც მარტო გონებით უნდა ვიცხოვროთ, არც მარტო გულით, საჭიროა გული გონიერი. მამა გაბრიელი ამბობდა, რომ სიყვარულიც კი, აი სიყვარული ხო სათნოებათა გვირგვინია, ღმერთი სიყვარულია, ხო სიყვარულზე მეტი არაფერი არ არის ფაქტურად, ხო? აი სიყვარულიცო წალეკავს გვეგნიერებას თუ გონიერება არ ახლავს თან. აი ამაზე იყო გაკეთებული აქცენტი იმ ვიდეოში, რომ ეს სიკეთის კეთება უნდა იყოს გონივრული, იმიტომ რომ თუ ასე არ მოვიქცევით, ძალიან ხშირად ჩვენ ვარდებით ხოლმე სხვერპლის როლში, სადაც გვიყენებენ სხვა ადამიანები, მერე ვეღარ ვიცავთ ჩვენს პიროვნულ საზღვრებს. ან თუ ზედმეტ სიკეთეს ვაკეთებ და გადამრჩენელის როლში შევდივართ, არც ვეკითხებით იმ ადამიანს, ისე ვეხმარებით და იმას არ ვაცლით, რომ თვითონ ჩამოყალიბდეს, თვითონ დადგეს თავის ორ ფეხზე და თუ მუდმივად ჩვენ მივცემთ ამ თევზს, ვერასდროს ის თევზის ჭერას ვერ ისწავლის და ძალიან დათურ სამსახურს გაუწევთ და არ დავაცლით ადამიანს, რომ ის პიროვნებად ჩამოყალიბდეს, თავისი გამოცდილება მიიღოს და რაღაცა ის გზა გაიაროს, რაც საჭიროა მისი პიროვნული ზრდისთვის და განვითარებისთვის. აი ამ თემებზე იყო იქ აქცენტი გაკეთებული, რომ ჩვენი არ შევიდეთ აი ამ არაჯანსაღ როლებში, სხვერპლის როლში თუ რაღაცის გადამრჩენელის თუ ფერის თუ დედიკოს როლში, ხო, რომელიც ეს არის არაჯანსაღი სცენარული როლები. ეს არ ახასიათებს მოწიფულ ზრდასრულ ადამიანს. ზრდასრულობა ნიშნავს იმას, მოწიფულობა, რომ ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს ცხოვრებაზე და ვიცავთ საზღვრებს ჩვენს პიროვნულ საზღვარსაც, არ ვიჭრებით სხვა ადამიანის პიროვნულ საზღვარში, პატივს ვცემთ როგორც ჩვენსაც, ასევე სხვა ადამიანის საზღვარს და იმასაც ვაცლით, რომ აიღოს თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და ეს ისწავლოს, გაიზარდოს და ზრდასრული გახდეს. ფსიქოთერაპიაც ამაში ეხმარება ადამიანს გაზრდაში, რომ ადამიანმა გაბედოს გაზრდა და გაბედოს, რომ სრულად აიღოს თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. აი ეს მინდოდა რომ დამემატებია ამ თემისთვის. თუ კიდე იქნება რამე შეკითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ და ეს მართლა აქტუალური თემაა. მართლაც თუ ჩვენ გვინდა თუნდაც ზღაპრებს რო გადავხედოთ, ყველა ზღაპარი ამაზეა, რომ რასაც დასთესავ, იმას მოიმკი, სიკეთეს დასთესავ, გაივლი წინ დაგხვდება, ბოროტებას დასთესავ, გაივლი წინ დაგხვდება, უბრალოდ აქ არის ლაპარაკი, როგორ ვაკეთოთ ეს სიკეთე სწორად, ხო? და საერთოდ რაც გვინდა რომ ჩვენ მივიღოთ, ჯერ ჩვენ უნდა გავცეთ, ხო? თუ ჩვენ გვინდა პატივისცემა, სიყვარული, კეთილგანწყობა, ჩვენ უნდა გავცეთ ჯერ ეს პატივისცემაც, სიყვარულიც, კეთილგანწყობაც, სიკეთის კეთებაც და ეს აუცილებლად მერე გვიბრუნდება სამყაროსგან, ჩვენ რასაც გავცემთ, იმას ვიღებთ. ეს რა თქმა უნდა ესეა. უბრალოდ აქ იყო ლაპარაკი ფსიქოლოგიურად სწორ სტრატეგიებზე, ისეთზე, რომელიც არც ჩვენ დაგვაზიანებს და არც სხვა ადამიანს. მადლობა ყურადღებისთვის.